მოგესალმებით. დღეს მაქვს ფეხის დღე. ეხლა 1-2 გასახურებელ სეტს გავაკეთებ გამშველზე და მე მინდა მძიმე ჩაჯდომი დავიწყო. და დღევანდელი სასაუბრო თემა მინდა მქონდეს ხერხემლის პათოლოგიები და კონკრეტულად თიაქარს მინდა უფრო მეტად შევეხო, იმიტომ რომ ვფიქრობ ყველაზე საინტერესო თემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აქვს წელის ტკივილები, წელის პრობლემები და მაგიტომ ვფიქრობ საინტერესო შეიძლება იყოს ეს თემა ის, რადგან პირველ ვიდეოზეც მსგავს თემაზე რომ საუბრობდი, შედარებით მეტი ნახვა ქონდა და ეხლაც რაღაც კომენტარებს მიწერენ, ამიტომ საინტერესო თემა. გამშლელი მე ანუ იგივე ტრენაჟორზე კიდე უნდა გავაკეთო. ეხლა ვაკეთებ მხოლოდ გასახურებად, რომ მუხლი კარგად გახურდეს, იმიტომ რომ მძიმე შაჟდომი მაქვს. იდეაში სანამ ვარჯიშს დავიწყებდი, ზემოთ მუხლი გავახურე, იმიტომ რომ ველოზე დავდექი და ზოგადად ფეხის ვარჯიშის წინ დავაკეთებ ხოლმე გახურებას, რომელიმე კარდიო ტრენაჟორზე უფრო მეტად გირჩევ რომ ველოზე გავახურო, იმიტომ რომ მუხლი უფრო კარგად მუშაობს ველოზე და შესაბამისად მუხლი უფრო კარგად ხურდება და ზოგადად ვარჯიშის წინ გახურების მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ სისხლმა უკეთ იმოძრაოს და შენი ორგანიზმი უკეთ ჩაერთოს ვარჯიშების წინ მხოლოდ სისხლის ცირკულაციის თვალსაზრისით. კიდევ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შენი სახსრები დაიზეთოს კარგად, რომ ჰიალურონური სითხე, ანუ ის საყოხი მასალა, რასაც შენ სახსრებს ზეთავს, რომ კარგად გამოიყოს და მაქსიმალურად მზად იყო სავარჯიშო სეტებისთვის და კონკრეტულად კი სამუშაო სეტებისთვის, სადაც მძიმე წონებს აკეთებ და სადაც ასე თუ ისე სახსრები დიდი დატვირთვის ქვეშ არის. შესაბამისად ჭირდება კარგი გახურება, რომ პათოლოგიური ცვეთა არ წავიდეს ამ სახსრებზე. ამიტომ წინასწარ კარდიო ტრენაჟორზე, მე თვითონ კონკრეტული სახსრების გახურება, რომ სახსრებს ავარჯიშებ და მე თვითონ ტრენაჟორის გახურებები, რომ მეკონდეს ავარჯიშებ. პირველი ვარჯიში მექნება ჩაჯდომი. კარგად დავამძიმებ დღეს და ვნახოთ როგორ წავა. რაც შეეხება ხერხემლის პათოლოგიებს და კონკრეტულად თიაქარს. მე მაგალითად უკვე დიდი ხანია დაწუნებული ვიყავი, რომ თიაქარი მქონდა დაახლოებით 2017-18 წლიდან უკვე რაღაც პერიოდში ერთხელ მაწუხებდა ხოლმე ფეხში გადაცემაც ჰქონდა ირადიაცია, რაც წელის სეგმენტში თიაქარს ახასიათებს ხოლმე. და წვივი გიბჟდება ხოლმე მაგ დროს და შესაბამისად გადაღებულიც არ მქონდა, იმიტომ რომ ისედაც ვიცოდი რომ მქონდა. რამოდენიმე წლის წინ, 2-3 წლის წინ ძალიან ვიტკინე. თან ძალიან ჩაოლები ვარჯიშს, ანუ ბიცეპსის დამოწევას ვაკეთებდი და მან ткаცონის ხმა გავიგე და მათ ვიტკინე ძალიან შემეშინა და შესაბამისად წავიღე და გადავიღე. უყურე თიაქარი არ ჩანს არც რენტგენზე, არც კატეზე, ანუ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და ერთადერთი MRT უნდა გადაიღო, ანუ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია უნდა გადაიღო და მხოლოდ იქ ჩანს გახსოვდა თიაქარი. ორი თიაქარი მქონდა წელის სეგმენტში და კისრის და გულმკერდის სეგმენტებში მაქვს პროტრუზიები. პროტრუზია არის თიაქრის წინარე პერიოდი. ხოლო იდეაში ჩემთვის დიდი ნიუსი ეს არ ყოფილა. იმიტომ რომ ვიცოდი რომ მქონდა. ხო და ეხლა იდეაში მძიმე წონებით და ძალიან ჩაოლები ვარჯიშობ, არანაირი პრობლემას არ მიქმნის, უბრალოდ ჭირდება რომ ზედმეტად რაღაცა 1-2 დამატებითი ვარჯიშები ვაკეთო, რაც ანუ ამ ხერხემლის კორსეტს უფრო ჯანზე მიმყოფებს. ეგ ერთი და კიდე მძიმე წონებით თავისუფალი ღერძის ჩაჯდომებს აღარ ვაკეთებ, რომ პრობლემა არ შემექმნას. სხვა ამოწევას მძიმე წონებს ვაკეთებ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ხო და ეგ არის რა გარკვეული გათვალისწინება მაინც ჭირდება, მაგრამ როგორც ასეთი რომ ვარჯიში ხელს მიშლიდეს ან ყოველდღიურობაში ხელს მიშლიდეს არ მაქვს. რა შემთხვევაში უნდა ივარაუდო, რომ შეიძლება თიაქარი გქონდეს რა. წელის ტკივილის შემთხვევაში, ან ყველაზე ხშირად თიაქარი ჩნდება წელის სეგმენტში, იმიტომ რომ ყველაზე მეტი დატვირთვა ამ სეგმენტზე მოდის და შესაბამისად ანატომიურად და ფიზიოლოგიურადაც, ანუ წელის სეგმენტში ხერხემლის მალები გვაქვს ყველაზე სქელი. იდეაში, იმიტომ რომ ამ ნაწილზე აწובה ყველაზე მეტი დატვირთვა ორგანიზმს, ხერხემას. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გვიჭდება ხოლმე თიაქარი და თიაქარი რა არის, ხო? ხერხემლის მალებს შორის ხო არის დისკები, სივრცე, რაც ჭირდება იმისთვის, რომ მოვიხარო წელში და ასე შემდეგ, გარკვეული მოძრაობები გავაკეთოთ სივრცეში.
შესაბამისად ამ მალებს შორის გვაქვს ეგრეთ წოდებული დისკები, ანუ თხევადი ჟელეს მსგავსი ნივთიერება არის და სწორედ ამ ჟელეს მსგავსი ნივთიერებების დიდი საწოლის შემთხვევაში მალები ერთმანეთს აწვება, გარეთ გამოდევნა ხდება. ეს არის თიაქარი, პროტრუზია თიაქრამდე პერიოდია, როდესაც უბრალოდ გამოწეულია და ეს გამსხდარი არ არის რა. ბულგინგ დისკი იგივე ძალიან კრიტიკულ შემთხვევაში უნდა გაიგეთო ოპერაცია თუ ტკივილები ძალიან გაწუხებს, მაგრამ ოპერაციაც არ არის იმის გარანტი, რომ შემდგომ ეს რეციდივი აღარ მოხდება და ანუ შესაბამისად ეს პრობლემა აღარ გაგიჩნდება იქ, იმიტომ რომ ოპერაციის შემდეგ მძიმე წონების აწევა მაინც არ არის რეკომენდებული, შესაბამისად დიდი დატვირთვები არ არის რეკომენდებული, მაგრამ შეიძლება მაინც ამის მიუხედავად გარკვეული პრობლემები შეიქმნას. და ანუ კიდე განგივითარდეს თიაქარი. ხო, რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს და ან ექიმს მე არც მისვლა ექიმთან უბრალოდ წავედი და პირდაპირ MRT გადავიღე რა შემთხვევაში თუ წელის ტკივილები გაქვს, თუ iradiatsiya აქვს, თუ გულმკერდის მიდამოშია, მაგალითად გადაცემა იქნება ხელზე, თუ წელის მიდამოშია, გადაცემა იქნება ფეხზე, ანუ წვივის არეში შეიძლება გტკიოდეს და გადაცემა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში უნდა ივარაუდო, რომ თიაქარია და ერთადერთი გზა, რომ ეს დაადგინო არის თუ არა თიაქარი, კვლევის გზა, ეს არის MRT, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. თიაქარს ხო ახასიათებს წელის ტკივილი, ხანდახან iradiatsiya. ხო და უყურე თიაქრით გამოწეული წელის ტკივილი და თქვათ კუნთის სპაზმის მიერ გამოწეული წელის ტკივილი, თქვათ სადაც კუნთის სპაზმი არის შედარებით დიდი პრობლემა, ჯანმრთელობის პრობლემა კუნთის სპაზმი არა, იმიტომ რომ შეიძლება პატარა მასაჟით და გაგიაროს, ან მასაჟის გარშეც გაგიაროს და თიაქარი შეუცვლელი პროცესია რა და შესაბამისად რომელი არის ტკივილის გამოწვევი, რთულია და თითქმის შეუძლებელია გადაღების გარეშე რომ დაადგინო MRT თუ არ გადაიღე. მაგიტო წელის ტკივილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ქრება, მით უმეტეს რომელსაც თუ შეიძლება გადაცემა ახასიათებდეს სხვა ნაწილში, მაშინ აუცილებლად უნდა გადაიღო ხერხემალი. განსაკუთრებით წელის არე თუ ყველაზე ხშირი მანდარი შესაბამისად და თუ ფეხზეა გადაცემა, უნდა გადაიღო. თუ დაზღვევა გაქვს, ან უთხარით წელით ტკივა და თიაქარზე გაქვთ, ეჭვი გაქვთ თიაქარზე უთხარით, იმიტომ რომ MRT ყველაზე ძვირი არის და წელი კი ამ წლიანი ხერხემალი გადავიღე და 600 რაღაცა ღირდა. ხო და შესაბამისად ასე დროს მაინც და მაინც MRT-ზე არ აგზავნია ხოლმე და ჯერ შეიძლება გადაგაღებინონ რენტგენი, სადაც საერთოდ არ ჩანს, შეიძლება კატე გადაგაღებინონ ასევე სადაც საერთოდ არ ჩანს. მაგიტო უთხარით რომ ეჭვი გაქვთ, შეიძლება თიაქარი გქონდეთ, იმიტომ რომ ან ვარჯიშის პროცესში დაგემართოთ, ან ყოველდღიურობა შეიძლება დაგემართოს და MRT უნდა გადაიღო. რაც შეეხება მკურნალობს, ძალიან ბევრი სარეაბილიტაციო ცენტრებია, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ, გარკვეული ვარჯიშები გააკეთოთ და ასე თუ ისე პირველ რიგში ტკივილები მოგეხსნებათ და მეორე რიგში უნდა მოიძლიეროთ, ანუ ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის, რომ უნდა მოიძლიეროთ კორპუსი, კუნთები უნდა გაამკვრივოთ. ანუ რომელიმე ექიმი თუ გეტყვის, რომ გაქვს თიაქარი და შენც ვარჯიში და წონებს აწევა შეიძლება, ესე იგი იმ ექიმს შენთვის უნდა ცუდი. ანუ პირიქით, ვარჯიში ჭირდება ამ ყველაფერს. მე არ ვიძახი მწვავე ფაზაში, როდესაც აქტიურად ტკივა, მე ვიძახი ეს ტკივილი, როდესაც ჩაქრება, ინფლამეიშენი, ანთების პროცესი, როდესაც გავა. ამის შემდეგ აუცილებლად ჭირდება ორგანიზმს, ხერხემლის დამჭერ კუნთებს ვარჯიში. იმიტომ რომ ეს კუნთები იჭერენ შენს ხერხემას. შესაბამისად, თიაქარისთვის ერთადერთი გამოსავალი ოპერაციის მერე არის ვარჯიში. ოპერაცია არის საბოლოო გამოსავალი იმ შემთხვევაში თუ ტკივილები არ სადმინდის, იმ შემთხვევაში თუ ადგომა, დაჯდომა, წყოლა, ანუ პოზის შეცვლა ძალიან გიჭირს. და თქვათ მალ-მალე გემართება ეს ანთებითი პროცესები, ამ შემთხვევაში გამოსავალი იქნება ოპერაცია. სხვა შემთხვევაში ჯობია ვარჯიშით და აქტიური ცხოვრებით იყო დაკავებული, რაც წელის ტკივილებს გაგიქრობს, მაგალითად ჩემ შემთხვევაში, ანუ ძალიან იშვიათად შემოძხობს ხოლმე წელი. და თიაქარი, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თავისუფალი წონი ჩანს დომებიცადე ან რაიმეზე თუ მძიმე წონის აწევასადე ძალიან მძიმეს. იმიტომ რომ ამ მოწევას ვაკეთებ ხა ძალიან შეუძლებელი არანაირი პრობლემა არ მაქვს.
და მძიმე წონებითაც ვარჯიშობ ჩაულობ. არ მოი პრობლემა არა. თიაქრის გარდა არსებობს სხვა უამრავი ხერხემლის პათოლოგიები, რომლებიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია რა. მაგალითად, სკოლიოზი, ყველაზე გავრცელებული ხერხემლის პათოლოგია. ჩემი მოსწავლეების 10-დან მაგალითად 9-ს შეიძლება სკოლიოზი ჰქონდეს. და სურათებშიც ვიზუალურად ძალიან ჩანს ხოლმეს რა და ნებისმიერი ხერხემლის პათოლოგიის გამოსავალი არის პირველ რიგში კუნთების ტონუსში მოყვანა, ანუ ვარჯიში. სკოლიოზის შემთხვევაში ახლა შემოსწავლეების before after-ს რომ შეხედოთ, ანუ ვიზუალურად ჩანს ძალიან რომ ანუ ამ ხერხემლის მხრების ასიმეტრია სწორდება, მენჯის ასიმეტრია სწორდება. შეიძლება 100%-ით ვერ გამოასწორდა, ეს რეალისტური არის, იმიტომ რომ გაძვალების პროცესის ზრდასრულ ადამიანში უკვე ჩამოყალიბებულია, დასრულებული არის. შესაბამისად ის რომ რაღაცა სრულად შესვლა შეუძლებელი არის და სრულად პათოლოგია დაამარცხო, მაგრამ გარკვეულწილად ვიზუალურად ეს ეფექტი არის ის რომ კუნთები ტონუსში რომ მოდის, თქვათ ერთ მხარეს თუ კუნთები უფრო მეტად გადატვირთული იყო, მეორე მხარეს უფრო მეტად გაწერილი იყო, ასე თუ ისე ეს ერთმანეთს ვარჯიში ამ ორ მხარეს აბალანსებს რა. როგორც მხრების ასიმეტრიას, ისე სკოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი ხერხემლის პათოლოგიის შემთხვევაში ვარჯიში არის ან კუნთების ტონუსში მოყვანა არის გამოსავალი. არ ვიზახი და არ ვამბობ იმას, რომ ყველა მძიმე წონები უნდა აკეთოს და მძიმე დატვირთვების ქვეშ უნდა იყოს ადამიანი ამ პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში. საინტერესო ფაქტი. მძიმე წონით მოუვარჯიშე ხალხს შტანგისტებს მაგალითად აქვთ გულის კედელი გასქელებული მარცხენა პარკუჭე, რომელიც სისხლს ტყორცნის დიდ სისტემაში. იმიტომ რომ ერთი გადატომბვით ამ წონებით მოუვარჯიშეებს ჭირდებათ რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით სისხლს აწვდიდეს კუნთებს და ორგანიზმს. ამიტომ თითოეულ გასროლაზე ანუ მაქსიმალურად ბევრ სისხლს ტყორცნის რა. და შეიძლება პათოლოგიურადაც გაუსქელდეთ. შესაბამისად სპორტსმენებში, განსაკუთრებით ძალისმიერ სპორტსმენებში გულის სემა მოსვენებელ მდგომარეობაში არის დაბალი. სტანდარტულად თუ ეს არის 70 ერთ წუთში 70 პულს ვიძახი გულის სემას. სპორტსმენში 60, 55 და 50. ანუ ბრადიკარდია შეიძლება იყოს. შესაბამისად ეს არ წარმოადგენს პრობლემას და ზოგჯერ ეს ექიმებმაც არ იციან რომ გონია რომ რაღაც პათოლოგია და რაღაც ხჭირს სპორტსმენს დაბალი გულის სემა თუ აქვს ნორმალურ მოსვენებელ მდგომარეობაში რა. ანუ ეს არის ნორმა. შემდეგი ვარჯიში გვაქვს ბარძაკის მომხრელი, მუხლის მომხრელი, სადაც ჰამსტრინგის კუნთები მუშაობს, ანუ ბარძაკის უკანა ჯგუფის კუნთები. ბარძაკის ბიცეპსი ნახევრად მყესოვანი, თითის ტარისებული. ზოგადად რა იწვევს ხერხემლის პათოლოგიებს რა? პირველ რიგში ყოველდღიურობაში
ვიღაცას შეიძლება სულ არ უვარჩია და წონებითად თუ არ ქონია ფიზიკურად, მაგრამ იქ ჯდომის სტილი, სიარულის, მაგათ გარდა ფეხის ტერფის მდგომარეობა, მაგალითად ფრთხილტერფიანობა, შემდეგ რა თქმა უნდა მეჯში წრევს და ცვლილებებს იწვევს მეჯ ბარძაყის შესახსრებაში და მერე უკვე კიდე ხერხემალსაც აუყვება, ანუ უყურე დაბადებიდან რომ შეიძლება ბრტყელი ტერფი ქონდეს, ანუ მაგ პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. ის რომ მხრების ასიმეტრია ქონდეს, მერე სკოლიოზი განგივითარდეს, კიფოზი, ლორდოზი და ასე შემდეგ. ანუ გენეტიკური ფაქტორიც არის შესაბამისად. თვითონ თიაქარიც არის მაგალითად გენეტიკური ფაქტორი, რა შეიძლება თიაქარი იმიტომ მაგა გემითარდეს რომ გენეტიკაში ეს გეწერია, მაგრამ მიდრეკილი იყო იმისკენ რომ თიაქარი მალე განგივითარდეს რა. შესაბამისად ყველა ეს ფაქტორი ერთმანეთს აძლიერებს და ერთს მეორე დაემატა მეორეს მესამე და თიაქარი ჩამოგიყალიბდა და განგივითარდა, ან სკოლიოზი ჩამოგიყალიბდა და განგივითარდა. რაც შეეხება დარბაზში არასწორად ვარჯიშმა და მეწონებით თუ სული ტექნიკით ვივარჯიშეთ. პირველი ვარჯიში რაც გვახსენდება ეს არის დედლიფტი ან მამოწევა, რის გამოც შეიძლება დაგემართოს თიაქარი განსაკუთრებით წელის მიდამოში. ხო, ოპერაციაზე მაგალითად სულ არ ვაბულინკოთ ის რომ და რომ არ ვთქვათ ის რომ ოპერაციას შედეგი არ აქვს, მაგალითად ერთი ბიჭი ჯიმსამეთში ჩვენ დარბაზში ვარჯიშობს, მორაგბეა და გაკეთებული აქვს კისრის სეგმენტში ქონდა თიაქარი და გაკეთებული აქვს ოპერაცია, დღეს მძიმე წონებით ვარჯიშობს, 200 პლუს შაჟდომებს აკეთებს, რაგბიშიც ვარჯიშობს და მორაგბე არის და შესაბამისად თამაშებიც აქვს და შესაბამისად დიდ დატვირთვებს კიდევ იღებს ეს სეგმენტი კისრისარე, მაგრამ არანაირი პრობლემა არ აქვს, ჩვეულებრივ ადამიანი ვარჯიშობს და თამაშობს რაგბს. შესაბამისად ის რომ თქვათ ოპერაციის შემდეგ აუცილებლად მძიმე წონებს ვერ აწევ და აუცილებლად რეციდივი გექნება, არ ნიშნავს რა. ინდივიდუალურია მაინც. რა თქმა უნდა ექიმსაც გააჩნია რომელ ექიმთან იკეთებ, რა თქმა უნდა მე რეაბილიტაციასაც გააჩნია, იმიტომ რომ მაგალითად ქართველებს არ გვაქვს რეაბილიტაციის კულტურა და ის რომ რაღაცა პათოლოგია, ტრავმა რაღაცა ქონდა და ოპერაცია გავიკეთეთ, მე რატომღაც გონია რომ ეს თავისთავად თვითონვე აღდგება და თვითონვე დაუბრუნდება იმ საწყის პოზიციას და რეალურად ეს ასე არ არის. შეიძლება ითქვას რომ ოპერაციაზე და მანუალურად ჩარედებაზე მეტად რეაბილიტაციას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სწორად მოხდეს აღდგენა როგორც ნერვული ქსოვილების, ნერვული სისტემის, ისე კუნთოვანს, ისე სისხლძარღვოვანს, ანუ რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ორზე მნიშვნელოვანი არის პრევენცია, ანუ ის თუ როგორ ვივარჯიშებთ, ის თუ რამდენად გავუფრთხილდებით ხერხემალს მანამდე სანამ რაღაცა დაგვემართება, პრევენციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხერხემლის ვარჯიშებზე პროგრამას თითქმის შედგენილი მაქვს, უბრალოდ ვარჯიშების არ მაქვს ჩაწერილი ვარჯიშებზე ვიდეოები, ხო და მინდა რომ გავამზადო, დავაშაბლონო და ეს გავყიდო, მაგრამ შედარებით მიზერულ ფასად, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აწუხებს ეს პრობლემა და იდეაში მირჩევნია რაოდენობაში მეტი გავყიდო და მირჩევნია შედეგი დავდო ხალხზე, ვიდრე ბევრი ვაფასო და 1-2 კაცზე გავყიდო. ამიტომ იმედია ამ პროგრამას მალე დავასრულებ და მალე დავდებ, რაც ვფიქრობ რომ კაი იქნება, ანუ სახლის პირობებში ცალკე მინდა გავაკეთოთ და დაგაც პირობებში ცალკე ნახოთ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხერხემალი, ჩვენი კორპუსი, ჩვენი პოსტურა, მნიშვნელოვანი, ანუ ყველაზე მეტი და ყველაზე სათხილო არის ეს ადგილი. იმიტომ რომ ყველაზე მეტი დატვირთვა ვარჯიშების დროს ყოველდღიურობაში მოდის ხერხემალზე. ამიტომ ხერხემლის გამშრალ კუნთებს, ხერხემლის დამჭერ და ამ კორპუსის კუნთებს ძალიან კაი ვარჯიში ტონუსში ყოფნა ჭირდება, რომ პირველ რიგში პრევენციულად დავიცვა და არ მოხდეს რაიმე პათოლოგია. მეორე რიგში თუ პათოლოგია გვაქვს, მაინც კარგია, იმიტომ რომ არ განგვივითარდეს და კუნთები ტონუსში იყოს სულ. ფეხის გამშრელი მინდოდა ახლა extension დაკავებულია, ვიმქონი დაამთავრეს. ხო და მაგის მეგივრად ბოქსი ასლებს გავაკეთებ. სადაც კვადრიცეპსი და დუნდულა იქნება ჩართული. ისეც კაი სახის გამძრობი ვარჯიშია, ისევე როგორც ბულგარიანი.
კიდე რა, ძალიან ვარჯიშის ეკეთ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტები არის, რისი გათვალისწინებაც გვჭირდება იმისთვის, რომ ფორმაში მოვიდეთ, კუნთური მასა ვზარდოთ, ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ სახსრების, ისე მყესების, იოგების, კუნთების და ასე შემდეგ. ჩვენთვის მაგალითად, ვინც მუდმივად ვარჯიშობს და მუდმივად სტრესის ქვეშ არის, მნიშვნელოვანი და საჭირო და აუცილებელი არის სპორტული მასაჟი, იმიტომ რომ კუნთებს ჭირდება რელაქსირება და სვენება. სპორტული მასაჟის იქით კვლევები, იმიტომ რომ პატარა რაღაც ანდებითი პროცესებიც კი, რომელსაც ვთქვით, რომ მივჩქმალოთ ხოლმე, მნიშვნელოვანი არის, რომ ამაზე ყურადღება გავამახვილოთ, რომ არ გაგვიუარესდეს. შესაბამისად, ამ ყველაფრის პირობები რომ არა გვაქვს, ეს ჩვენ ჯანმრთელობაზე რა თქმა უნდა ისახება. ხო და მაგიტოა ეს რომ ეს ყველაფერი გროვდება და შემდეგ იქ წელის ტრავმისკენ მივალთ, იქ რაღაცა მუხლის, დავიტრავმათ მხარს. სწორედ მაგიტომ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის რომ მაგალითად ჩემ შემთხვევაში რა ხერხემალი რომ თუ მაწუხებს ხოლმე და ძალიან იშვიათად რომ მაწუხებს ხოლმე, პატარა რაღაცა სარეაბილიტაციო ვარჯიშებსაც ჩავაქსოვ ხოლმე, იმიტომ რომ კიდევ უფრო არ გამიუარესდეს პრობლემა. კი. შენ?